ვისაუბრებთ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეათე ეროვნული კონკურსისა და დასკვნითი საღამოს შესახებ, რომელიც 24 მაისს გაიმართება. თემაზე სასაუბრო შემოგვიერთდნენ სტუმრები, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეათე ეროვნული კონკურსის დირექტორი ელენე ილიოზიშვილი და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივის მიმართულების კოორდინატორი, კონკურსის ჟიურის წევრი ქალბატონი ნინა შველიძე, ასევე ჩვენი სტუმრები არიან ანსამბლ კირიალესას წევრები და გვექნება შესაძლებლობა რომ მოვისმინოთ მუსიკალური ნომრები. დილამშვიდობის, გმადლობთ მობრძანებისთვის. ჩვენი გადაცემის სტუმარი არაერთხელ ყოფილხართ, რაც ძალიან მახარებს, ხშირად გვიწევს ამ თემაზე საუბარი, რაც განაპირობებს იმას, რომ მატება არის ნამდვილად საგუნდო თვალსაზრისით და ეს კიდევ ერთხელ მანიშნებელია იმის, რომ ჩვენი ქართული ტრადიციები გაგრძელდება, თაობებს გადაეცემათ და ამის სურვილი, გულწრფელი სურვილი გააჩნია დღევანდელ ახალგაზრდა თაობას, რაც ასეთ მნიშვნელოვანი არის. მოდით ელინე დავიწყოთ საუბარი იმით, თუ რა სიახლეს სთავაზობთ გულშემატკივრებს, მსმენელებსა და მაყურებლებს, ვინაიდან უკვე მეათედ ტარდება ეს კონკურსი. ბატონო. მოგესალმებით პირველ რიგში დიდი მადლობა ნამდვილად წეღანაც აღნიშნე ამ ტელევიზიაში თქვენთან ყოველთვის ყოველწლიურად 10 წლის განმავლობაში ვაჯამებთ პროექტს და დიდი მადლობა ასეთი გულშემატკივრობისათვის. ჩვენი კონკურსი ტრადიციულად ტარდება ხოლმე ორ ტურად. პირველ ტურს ვატარებთ რეგიონულს და მეორე ტური ჯამდება უკვე როგორც ფინალური ტური თბილისში. წელს გავაკეთეთ ესეთი სიახლე, მოვიფიქრეთ რომ მიგვეცა ყველა საგუნდო კოლექტივისთვის იმის საშუალება, რომ ფინალურ ტურში მიიღოთ მაშინვე მონაწილეობა. ანუ ერთ ტურად ჩატარდა თბილისში, თბილისის ბანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში აკადემიური საგუნდო სიმღერის მიმართულებით და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ქართული ხალხური სიმღერის და გალობის კატეგორიაში. მაგრამ ამავდროულად პირველი ტურის ნაცვლად ჩვენ ჩავატარეთ რეგიონული მასტერკლასები და რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მაშინვე დავინახეთ კონკურსის მსვლელობისას დამეთახმება ქალბატონი ნუნუკაც ყველა მიმართულებით თუ როგორ დაეტყოთ მაშინვე გუნდებს მასტერკლასები და ესეთი ახალი თვალით შეხედვა, იმიტომ რომ ნამდვილად როგორც რაოდენობრივად გაიზარდა კოლექტივები, ისე ხარისხობრივად ძალიან მაღალი დონე აჩვენეს სამივე კატეგორიაში ჩვენმა საგუნდო კოლექტივებმა. მასტერკლასები ვინ ჩაატარა? მასტერკლასები ჩაატარეს აკადემიური საგუნდო მიმართულებით თბილისის ბანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საგუნდო დირიჟორობის მიმართულების ხელმძღვანელმა პროფესორმა ლიანა ჭონიშვილმა, რომელიც ასევე ჩვენი კონკურსის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია, ხოლო ქართული ხალხური სიმღერის მიმართულებით ქალბატონი ნუნუკა მოგახსენებთ. ქალბატონმა ნუნუკამ ჩაატარა მასტერკლასები. როგორი იყო შეხვედრა, როგორი იყო ამ ყველაფრის ახმა ახალგაზრდების თვალსაზრისით და ინტერესი? იცით რა, მე აღნიშნავ რომ ამ კონკურსმა ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ გაიზარდა ინტერესი ხალხური სიმღერისადმი, ძალიან ბევრი კოლექტივები იყო. მე მგონი აკადემიური გუნდებზე უფრო მეტი ხალხური სიმღერის ანსამბლები და გუნდები იყო და სადაც ფიქრობდით, რომ უფრო საჭირო იყო ამა თუ იმ კუთხით დახმარება ლოტბარებისათვის, იქ ჩავდიოდით და ვატარებდით მასტერკლასს და ბავშვები ძალიან დიდი ინტერესით გვისმენდნენ, მოდიოდნენ, ყოველ შემთხვევაში რასაც ვასწავლიდით, ყველაფერს ძალიან კარგად აღიქვავდნენ. და ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკა ძალიან კარგი არის. აქ ერთი-ორჯერ მომიწია აკადემიური გუნდის წარმომადგენლების მასტერკლასების ჩამტარებლებთან ერთად სიარული და ესენი იყვნენ ახალგაზრდა ლოტბარები კონსერვატორიის ჯერ კიდევ სწავლობენ კონსერვატორიაში და იმდენად სასიამოვნო იყო მათთან ერთად მუშაობა, ძალიან ბევრი რაღაცა სიახლე შემოაქვთ. ამ კონკურსის მნიშვნელობის შესახებაც რომ თქვათ, რამდენი მნიშვნელოვანია კონკურსი თავისი მნიშვნელობა ამ კონკურსმა სწორედ აი ამ 10 წლის მანძილზე დაამტკიცა, იმიტომ რომ
იმდენად ეს არის იცით როგორ გაიზარდა დონე, მხატვრული დონე, თვითონ გუნდების რაოდენობა და რა ვიცი, ამ ამბავს სხვა რაღაცებმა შეუწყო ხელი, რა თქმა უნდა, თვითონ ჩვენს მიერაც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. აქვე მინდა აღვნიშნო ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ძალიან დიდი ძალისხმევა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისაც ამ საქმეში. ჩვენ ძალიან ბევრი საუბარო სტუდიები გვაქვს დაარსებული საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში და გრძელდება ეს პროცესი და ამას საგრძნობლად გააზარდა მხატვრული და იმიტომ რომ ძალიან კარგი ხელმძღვანელები ყავს ამ ანსამბლებს და მაღალკვალიფიციური კადრები არის დაკავებული ამ საკითხით და ბატონო შეიძლება მეც რომ ყოველწლიურად ყავს ტრადიციულად მონაწილე საგუნდო კოლექტივები, რომელთაი გამოსვლებითაც მართლა შეგიძლიათ დარწმუნდეს ადამიანი აუდიტორია თუ როგორ იზრდება მათი საშემსრულებლო დონე, მაგრამ წლევანდელი კონკურსი კიდევ იმითაც იყო გამორჩეული, რომ სამივე კატეგორიაში ყავდა ძალიან ბევრი დებიუტანტი კოლექტივი. და ისიც გასახარია, რომ პირველად გამოსვლელი დებიუტანტი კოლექტივებიც გახდნენ ლაურეატები და ძალიან სასიხარულოა ჩვენ. კატეგორიები კიდევ ერთხელ რომ დავასახელოთ. კი ბატონო, ტრადიციულად ჩვენი კონკურსი 3 კატეგორიაში მიმდინარეობს: აკადემიური საგუნდო სიმღერა, ქართული ხალხური სიმღერა და გალობა. ქართული ხალხური სიმღერის და გალობის მიმართულებით ჩვენ ყოველთვის ყავს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლები ჟიურის წევრებად, ხოლო აკადემიური საგუნდო მიმართულებით უცხოელი ჟიურის წევრები და ასევე ქალბატონი ლიანა ჭონიშვილი საგუნდო კათედრის ხელმძღვანელი. დიახ, შეგვიძლია დავასახელოთ ჟიურის წევრები. რა თქმა უნდა, ეს იყო ბუდაპეშტის კონსერვატორიის პროფესორი ჩაბა კუტნიანსკი და ასევე რომას ვანაქსი, ლატვიის კონსერვატორიის პროფესორი და საგუნდო კათედრის ხელმძღვანელი. და მათ განსაკუთრებით აღნიშნეს წლევანდელი მართლა დონე, იმიტომ რომ წელს ძალიან ბევრი საუნივერსიტეტო კოლექტივი შემოგვემატა. მათ შორის გრან-პრის ფლობელი 2 კოლექტივი ქართული ხალხური სიმღერისა და აკადემიური საგუნდო სიმღერის მიმართულებით არიან სწორედ ახლად ჩამოყალიბებული საუნივერსიტეტო კოლექტივები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კაპელა კანტა მედიკა აკადემიური გუნდის მიმართულებით და ევროპის უნივერსიტეტის გუნდი ქართული ხალხური სიმღერის მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი რომ როგორც საუნივერსიტეტო, ასევე საჯარო კერძო, ანუ ნებისმიერ გუნდს შეუძლია რომ ჩაერთოს და მიიღოს მონაწილეობა. რაც შეეხება ყველა საკობრივმა ჯგუფმა და რაც შეეხება დაჯილდოებას, 24 მაისს გაიმართება გალაკონცერტი, როგორც აღნიშნეთ, სად გაიმართება ვთქვათ და 1 გრან-პრი გაიცემა, ხო, როგორც ვიცით, თუ როგორ არის. აგიხსნით, ესეც ერთ-ერთი უნიკალური თვისებაა ჩვენი და სახასიათო თვისებაა ჩვენი კონკურსის, რომ 3 კატეგორიაში 3 უმაღლესი შეფასების მქონე კოლექტივები, ან თითოეული ამ კატეგორიაში იღებს გრან-პრის. შემდგომ შეფასების სისტემის მიხედვით გვაქვს ოქროს მედალოსანი, ვერცხლის მედალოსანი, ბრინჯაოს მედალოსანი კოლექტივები და უკვე პირველი ხარისხის, მეორე ხარისხის, მესამე ხარისხის, მოკლედ ჩვენი კონკურსიდან არც ერთი მონაწილე არ მიდის დაჯილდოებით გრან-პრის ფლობელებზე, დიახ, გაიცემა ფლობელი. ყველა მონაწილეს დიპლომი გადაეცემა. აბსოლუტურად ყველა მონაწილეს. გალაკონცერტი და დაჯილდოება გაიმართება 24 მაისს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 6 საათზე დასწრება თავისუფალია ნამდვილად საოცარი საღამო გველის. მე ვიხელთებ მომენტს ასე ვთქვათ და როგორც კონსერვატორიას და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ამ 10 წლის განმავლობაში ვუხდი მადლობას, აუცილებელია ვახსენოთ ის მხარდამჭერები, რომლებიც ნამდვილად პირველივე დღიდან არიან ჩვენთან და ამ 10 წლის განმავლობაში ალბათ რთული იქნებოდა ამ ხნის განმავლობაში კონკურსის გამო. ამიტომ საქართველოს კულტურის სამინისტრო, შემოქმედებითი საქართველოს განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია ეს არის ის ორგანიზაციები, რომლებიც ნამდვილად პირველივე დღიდან იზიარებენ ამ კონკურსის მიზნებს, საგუნდო მუსიკის პოპულარიზაციის მნიშვნელობას, საგუნდო მოძრაობის განვითარებას, ამ კულტურის ბავშვებში დანერგვის მნიშვნელობას, რაც ძალიან გვახარებს და ნამდვილად დიდ მადლობას ვუხდით ჩვენი მხრიდან მათ. თქვენს მადლობას მოგახსენებთ ბრძანებისთვის და იმისათვის, რომ ამ 10 წლის განმავლობაში ესე შეუფერხებლად ცდილობთ, რომ პოპულარიზაცია გაუწიოთ მნიშვნელოვან საქმეს ახალგაზრდებში. ქალბატონ ნინე, თქვენ რო გითხრათ 2 სიტყვით კიდევ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ზოგადად ახალგაზრდების
ახალგაზრდებისთვის და წერან თქვენ ახსენეთ საალტბარო სკოლები, რომელიც ნამდვილად არაერთი არის რეგიონში და ეს ყველაფერი გამოიწვია ახალგაზრდების ინტერესმა და ნაკადმა, რომ ამდენ რეგიონში გახსნილიყო საალტბარო სკოლები და ასევე არქივის მნიშვნელობის შესახებაც რომ ვისაუბროთ, თუ რამდენად შესაძლებელი არის საარქივო მასალის გამოყენება და ამ ყველაფრის ახალგაზრდა თაობისთვის გადაცემა და გაცნობა. აი ხა იქიდან დავიწყებ, რომ ჩვენი ქვეყანა ბედნიერია იმ თვალსაზრისით, რომ ხალხური სიმღერა ჯერ კიდევ არსებობს ყოფაშიც. არც ისეთი დიდი დოზით, როგორც ადრე, მაგრამ ჯერ კიდევ შემორჩენილია ხალხი, რომელიც უშუალოდ მღერის ამ სიმღერებს და საოჯახო ტრადიციებიც არის, რა თქმა უნდა, შემორჩენილი და ბავშვები სწავლობენ როგორც ოჯახში, ასევე იმ ხალხისგან, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩენილი არიან ამა თუ იმ რეგიონებში და ესე იგი უშუალოდ ყოფაში სწავლობენ ჯერ კიდევ ყოფაში სწავლობენ ჩვენი ახალგაზრდების სიმღერას. ეს ძალიან დიდი მნიშვნელოვანია, მაგრამ ძირითადი ნაწილი მაინც აღარ სრულდება სიმღერების, ხალხური სიმღერების აღარ სრულდება ყოფაში და ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ ხელს ამ გუნდების ლოტბარებს, რომ ეს მასალა მოისმინონ, შეარჩიონ თავიანთი გუნდებისათვის და შემდეგ შეასწავლონ ბავშვებს. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის, ნინა, ქალბატონო ელენე, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, წარმატებებს გისურვებთ. არაჩვეულებრივი ანსამბლი კირიალისა არის ჩვენთან ერთად. კი და რას შეგვისრულებენ, რომ გითხრათ? სახლოს ალხინოდ ნაშენო. მე მგონი ამას შეასრულებენ. საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეათე ეროვნული კონკურსის დირექტორი ელენე ელიოზიშვილი და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივის მიმართულების კოორდინატორი კონკურსის ჟიურის წევრი ნინა შველიძე იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები, ასევე ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ ანსამბლი კირიალისა. გითმობთ ეთერს და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. Sahlo salhino